მეგობარი აქტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებას ეხმაურება მეგობარი აქტის ავტორი ჯო უილსონი და დასასანქცირებელთა სიას აქვეყნებს, სადაც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სასამართლოს, პროკურატურისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. მეგობარი აქტი განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აქტს დადებითად აფასებენ და განმარტავენ, რომ ეს არის პირდაპირი გაფრთხილება ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის და პასუხია ყველა იმ ანტიდემოკრატიულ ქმედებაზე, რომელიც მათ განახორციელეს. მათი თქმით, მეგობარი აქტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს მმართველ გუნდში. კი აცხადებენ, რომ აქტი რეალურად მტრული ხასიათისაა და მასში მეგობრული არაფერი წერია. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა 349 ხმით 42 წინააღმდეგ მეგობარ აქტს მხარი გუშინ დაუჭირა. შემდეგი ეტაპის თანახმად კანონპროექტი უკვე შტატების სენატმა უნდა დაამტკიცოს. სასამართლო სისტემის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები იმაში, რომ სასამართლო ყოფილიყო მიტაცებული, ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები შავ სხემებში ივონიშვილის და ყველა ეს ადამიანი არის პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ივონიშვილის უახლოესი გარემოცვა. საერთოდ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი მუშაობს ნორმებზე, პრინციპებზე დაყრდნობით და არა ასე ვთქვათ, საკუთარი ბუნება განწყობილებები, სადაც ყველა ამ ადამიანზე არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და კონკრეტული ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი გარემოებები, რამაც ისინი ამ სიაში შეიყვანენ. გადავკიდა ფაქტობრივად ყველა პარტნიორი ქართულმა ოცნებამ და თან გადავკიდა ისე, რომ ვერც მეორე მხარეს, რომ იძახის პროპაგანდა სუვერენიტეტი ხო ამ ქვეყნის, ამ სუვერენიტეტის და ტერიტორიული ხელოვნების ნაწილში ვერანაირ პროგრესს ვერ მივახცეთ. ნუ ხა ეს სია პირველადი სიაა, ხო? აქ ეს სია შეიცვალოს მომავალში. მთავარი არის ის, რომ ცხადა და სრულად არის ნაჩვენები მთელი ვერტიკალი, ხო? ეს არის პროპაგანდა, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლება და ეს არის რეჟიმის სპონსორები. აი ეს ლოგიკური, ესე ვთქვათ, ჯაჭვი, რითაც ქართული ოცნება ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ცხადად არის აქ წარმოდგენილი და ეს ლოგიკა არის ესე ვთქვათ, მკაფიო. ეს არის ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პარლამენტის ორივე პალატა არის ქართველი ხალხის და ჩვენი დემოკრატიული ბრძოლის მხარეს, ისევე როგორც ორივე პარტია არის განწყობილი იმისაკენ, რომ ქართველმა ხალხმა და ჩვენმა არჩევანმა გაიმარჯვოს და უკეთურმა რუსულმა ავტოკრატიამ განიცადოს სრული და საბოლოო მარცხი. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი ფასი ჩვენი პარტნიორებისთვის და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რომ არავის არ ემეტება საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაიძიროს რუსულ ჭაობში. ვერანაირ მეგობარი ვერ ეწოდება იმ აქტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგაა მიმართული. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეხება, მაგრამ არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ხელისუფლება, რომელიც საქართველოში არის არჩეული საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ და ამ უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობს, სწორედ აქ არის მთავარი ხაზი გამავალი, როდესაც ეს გადაწყვეტილება თუ კი ის მიღებული იქნება, სწორედ რომ ამ ადამიანების ნების საწინააღმდეგოდ იქნება გატარებული და ეს რა თქმა უნდა გარე ზეწოლის და შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა იქნება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს აქტი კანონად არ გადაიქცევა. როდესაც ის ლობისტი, ვინც ცდილობს დააზიანოს საქართველოს, წარმოადგენს რადიკალური ოპოზიციის ჩვეულებრივ ამერიკულ გაგრძელებას, ეს არის Deep State-ის სურვილები მოახდინონ თავისუფლების მოყვარული ქართული ხალხის დასჯა იმ გადაწყვეტილებებისთვის, რაც საქართველოს მიიღო, არ ჩაერთო ომში, არ დააწესა სანქციები, შეინარჩუნა მშვიდობა, სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ საქართველოზე მოხდეს ზეწოლა, თუმცა სანქციები უსაგნოა, ის ვერ მუშაობს და არც იმუშავებს მომავალში.